ამასობაში მოსაღამოვდა და გამოიცანით რისი დროა? გართობის. ოკეანეში უნდა შევცუროთ და მზის ჩასვლით უნდა დავტყვეთ აფრიკული ცეკვების ფონზე. აქ ხომ სწორედ ასე ერთობიან. ზანზიბარში დაუკრუიზი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გამოცდილებაა. არაბული სტილის ტრადიციული ხისნავით ნაოსნობა ოკეანეში მზის ჩასვლის ფონზე. დაუ საუკუნეების განმავლობაში გამოიყენებოდა როგორც ვაჭრობის, თევზაობისა და ნაოსნობის ძირითადი საშუალება ინდოეთის ოკეანის რეგიონში. დღეს კი ამავე ნავით წინ დაუვიწყარი აფრიკული საღამო გველოდება. ეს კი თამაშა დაუვა. დიახ, არ მოგესმათ, ქართული სიტყვა. ქართული დროშა რომ ფრიალებს აფრიკაში და ქართველებს რომ აფრიკელი სიძე ყავს, ეგ ამბავი იცოდით? დიახ, ეს ნავი ქართველს ეკუთვნის და დღეს ჩვენი მასპინძელია. ოკეანეში ყოფნისას სრულად ეზიარებით ნამდვილ აფრიკულ ატმოსფეროს, ცოცხალ ცეკვებს, უგემრიელის ტროპიკულ ხილსა და ადგილობრივ კერძებს დააგემოვნებთ და ასევე ეს ყველაფერი მზის ჩასვლის ულამაზეს ფონზე. თუ გინდა რომ მართლაც იგრძნო აფრიკული გართობა მთელი თავისი ენერგიით, ეს გამოცდილება აუცილებლად უნდა გამოსცადო ზანზიბარში მოგზაურობისას. დაჯავშნე მოგზაურობა ჩემი ტურისტულით. მოგწერე სოციალურ ქსელებში.